დიპლომატების დიპლომატიური წინასწარმეტყველება ამჯერად კულისებიდან. რა იქნება მაპის ნაცვალი, რა შესთავაზებს ალიანსი საქართველოს ამ საკითხზე საერთაშორისო ასპარეზზე ბევრს მსჯელობენ. კონკრეტული პასუხი კი არავის აქვს. პროგნოზი ასეთია, როგორც ჩანს, ნატო კომპრომისზე წავა საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის შეთავაზებით ნაცვლად მაპის მიცემისა. უცნობი დიპლომატის ინტერვიუს ძალიან ფრთხილად აფასებენ მმართველ გუნდში. გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მაპის ნაცვლად. ეს როიტერის ინფორმაციით ის პროგრესია, რომელსაც ნატო საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზებს. სტატიაში, რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას უფრთხიან და სავარაუდოდ საქართველო მომავალ სამიტზე გაწევრიანებისკენ ფორმალურ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ზოგი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის მაპის მინიჭებას იმის შიშით, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. მაშინ როცა სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ მაპის არ მინიჭება ნატოს მიერ რუსეთის ზეწოლისთვის ქედის მოხრას ნიშნავს. ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალიანსი ფაქტობრივად ორადაა დაყოფილი და შესაბამისად ჩორსაა აუცილებელი კონსენსუსისგან. გაძლიერებული თანამშრომლობა, რომელმაც როიტერის ვერსიით შესაძლოა მაპით ჩაანაცვლოს, სავარაუდოდ უფრო მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას, შეიარაღებული ძალების მომზადებას და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერებას გულისხმობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ამ ეტაპზე ნაადრევია. იქნება ეს მაპის თემა, იქნება ეს როგორც როიტერი წერს რაღაც მოგონილი სათაურით, თუმცა იდეა გასაგებია. ამას დაგვანახებს მომავალი. ახლა მუშაობა მიმდინარეობს და მე არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე არის რაღაცა სპეკულაციების შენარსი. მისაღები იქნება ის ხარისხი ურთიერთობის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას და ნატოსთან ურთიერთობის იმ ხარისხს, რომელიც საქართველოს ჭირდება. სხვაგვარად ფიქრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი წერეთლის აზრით, ქართულმა მხარემ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება პრინციპულად უნდა მოითხოვოს. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ უკვე არსებობდეს რაიმე კონკრეტული პაკეტი ან მოდალობა საქართველოსთვის, როგორ გახდება საქართველოს ნატოს წევრი და როგორ შესრულდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. ასევე ვფიქრობთ, რომ მთავრობამ ძალიან ეფექტურად და აქტიურად უნდა იმუშაოს და აქამდეც კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. უნდა იყოს მკაფიო გზავნილი. საქართველოს ეს ჭირდება მის უსაფრთხოებას, რეგიონის უსაფრთხოებას და ეს არის აუცილებელი და არა ის, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ რაღაცას თუ ისე არ იქნება. ნაადრევად მიიჩნევს პროგნოზებზე საუბარს ექსპერტებისა და დიპლომატების ერთი ნაწილიც. ისინი ოფიციალურ თბილისს აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს ემზადება ძალიან აქტიურად, წევრობა კი არის კონსენსუსის და საერთაშორისო მომენტის საკითხი. ასე რომ ჩვენ არ ვიმსჯელებთ იმაზე, რა შეიძლება ან რა არ შეიძლება მიიღოს საქართველოს მომავალ სამიტზე. უბრალოდ ვიტყვით იმას, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს მზადება და ნაკლები ყურადღება დაუთმოს ტექნიკურ მომენტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დღევანდელ ეტაპზე ის, რომ ჩვენ მივიღოთ კონკრეტული მექანიზმი, ნატოში წევრობის კონკრეტული მექანიზმი, ის მექანიზმი, რომლითაც საბოლოო ჯამში საქართველოს გახდება ნატოს წევრი. ამასთანავე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს პროგრესი, ის რომ მიუხედავად რუსეთის აგრესიისა, ნატო გაფართოება მიმდინარეობს და ნატო გახსნილია ახალი წევრებისთვის. მე ვფიქრობ, ყველაფერი რაც დაგვაახლოვებს ჩვენ საბოლოო მიზანთან, ყველაფერი არის მისაღები ჩვენთვის, ანუ ის პროგრესი, რაც უკვე მივიღეთ, ის უნდა აისახოს. ჯერ კიდევ ორი თვეა წინ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენთვის თავარი ის არის, ეს იქნება სექტემბერში, ეს იქნება მომავალ სამიტზე, თუნდაც 2 წლის მერე, 3 წლის მერე საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. უელსის სამიტი შემოდგომაზეა დაგეგმილი საქართველოს ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ასპირანტი ქვეყნის სტატუსით ჩადის.